არის რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც აი ბოლო დღეების აქტუალური თემაა და გავლენას მოახდენს შემდგომ პერიოდზე. როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის. მოდი გლობალური დავიწყებ, შემდეგ გადმოვარ ადგილობრივზე. გლობალური არის პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებები პუტინთან ესკალაციის ფონზე გამოიყენოს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც რუსეთთან პირდაპირ სამხედრო ესკალაციას თავიდან ააცილებს, მაგრამ მეორეს მხრივ დაასუსტებს მის სამხედრო შესაძლებლობებს და ასევე ქვეყნის შიგნით ისეთი ტიპის სოციალური პრობლემებს წარმოქმნის, რომელიც გავლენას მოახდენს უკვე ფრონტზე. ასეთი არის გადაწყვეტილებები, რომელიც უკავშირდება რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე მეორადი ტარიფების დაწესებას, მათ შორის თავად შეერთებულ შტატებთან ისეთ აქტიურ ფართო მასშტაბიან საოჭრო ურთიერთობებში მყოფი ქვეყნებისთვის, როგორც არის ინდოეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ. რა ეტაპზეა ახლა ეს უკვე გაცხადებული გადაწყვეტილებები და რამდენად სერიოზულ ეფექტს მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე, რუსეთზე და რუსეთთან მიმართებაში, თუნდაც ამ პატარა საქართველოზე, რომელიც როგორც ვიცი, ნავთობის ძირითად ნაწილს სწორედ რუსეთთან ყიდულობს. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან ცოტა დაგაკრათ, ვერანაირად ცოტა იუმორი დაიწყეთ, მაშინ მეც გავაგზილებ, ოღონდ შეიძლება ინანოთ გინესის რეკორდში შესვლაში დაგაკრათ ერთი გოცირძის მოწვევა. აი ახლა რუსუდან გოცირძე რო ყოფილიყო. რუსუდანი ყავდა. გეოლოგით დაწებული და შემდეგ კიდევ მეორე გოცირძე აგერ ეკონომისტი, პოლიტიკოსი და ეპისკოპოსი რუსუდან გოცირძე რო ყოფილიყო. სოფლიოში არ არსებობს გადაცემა, სადაც 4 გვარის ადამიანი იქნებოდა ერთ გადაცემაში. წინ მაქვს ეგ შესაძლებელი. ასე რომ მე ნაბიჯ უახლოვდები. სპეციალურად რუსუდან გოცირძე ვახსენებ, მე ხო რგოცირძე ვარ. ისიც ხო რგოცირძეა. ერთნაირი ისა გვაქვს იმეილი და ძალიან გავს ერთმანეთს მე ეშლებათ და ქალბატონ რუსუდანს გონიო რომ მემწერენ და ეპატიჟებიან სხვადასხვა შეხვედრებზე, სხვადასხვა იმაში, ასე ღონისძიებებზე, მიტინგებზე და მე ის იზოლე დაპატიჟებებს არ უშავს. რესტორნებში ხან ახსენებები არ მოგდიოდა შესაძლოა. მე მიხვდა და იზოლებული ხდება რომ გადმომისამართოს, მაგრამ რაღაცა მე ცოტა შეუცვალე, ასე რომ პირდაპირ დამთხევა არ ხდება ჩვენი ასე ელექტრონული პოსტის. რაც ეხება კიდევ უფრო მიწიერ და პრობლემურ თემებს. ასე ვთქვათ, სერიოზულ საკითხებს. რა თქმა უნდა, მედი ძალიან დიდი ძვრები რუსეთის ირგვლივ აი ეს წნეხი იზრდება და იზრდება. რუსეთი ბევრს უკვირს რომ როგორ ძლებს აი ასეთი საერთაშორისო იზოლაციის პირობებში და შეიძლება ასე ვთქვათ გულგატეხილობაც კი იგრძნობა რომ ეს ისეთი მოზარმაზარი ქვეყანაა რომ ამას რა დაამარცხებს და შეუძლია 100 წელი იბრძოლოს და მართლაც ვესაც ადამიანის სიცოცხლე იქ არაფრად არ ღირს და საზარბაზნო ხორცი ბევრი ყავს დაცარიელ და რუსეთში ციხეებში ხალხი არ არის ყველა მოკვდა ფრონტზე მე რომელი უმცირესობებით ასე თქვა დასახლებული რეგიონებიდან იქიდან ტუვა და ბურიატია და მოყავთ ღატაკი ხალხი რომელსაც თავისი სოფლის მეტი არაფერი უნახავთ და უცბად ჩამოდიან და $3,000 აძლევენ თვეში და მედიან და კვდებიან მე და უამრავ ბომჟები და 1000 ადამიანი რა თქმა უნდა მას იმის რესურსები აქვს რომ მობილიზაციის გარეშე თუნდაც მობილიზაციას რა მოყვა ჩვენ ნახეთ 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა 3-4 დღეში რუსეთი ყველა მოსაზღვრე ქვეყანა გაიშვო საქართველოს, სადაც პირდაპირ ასე ვთქვათ კავშირები ჰქონდა მონღოლეთი და საჰაეროს, სომხეთი, სერბეთი, დუბაი და თურქეთი და ასე შემდეგ და ჯერჯერობით იმდენი ფული აქვს, რომ აი ესეთი საზარბაზნო ხორცი დაიქირავონ. მაგრამ როდემდე ასე ვთქვათ გაძლებს. აი ახლა ისტორიული მომენტი მოხდა სხვადასხვა ამერიკის საფონდო ბაზარზე ორმა კომპანიამ ივლისის თვეში Nvidia-მ და Microsoft-მა მიაღწია კაპიტალიზაციას, ანუ ამ კომპანიების ღირებულებას $4 ტრილიონ. ანუ ერთი Microsoft-ი ღირს 4 ტრილიონი და რუსეთის ყველა კომპანია, რომელიც საფონდო ბაზარზე ოპერირებს, ანუ კორპორაციები. თავის გაზპრომიანად და ყველა მსხვილი თავისი გაზპრომიანად და ყველა კომპანია ერთად აღებული არის 2.3 ტრილიონი. ერთი Microsoft-ი, ან ერთი Nvidia, რომელიც აი ამ
ჩიპებს აწარმოებს და ხელოვნური ინტელექტის ფაქტობრივად თავარი ბაზა გახდა, უფრო დიდია, ვიდრე მთელი რუსეთის ეკონომიკა ერთად აღებული. სხვა შეიძლება კიდევ უფრო კომიკური რაღაც მინდა გითხრათ. ძალიან პოპულარული გახდა ეს ლაბუბუ, ტოჯინა. ამ ტოჯინის გამომშვები კომპანიის კაპიტალიზაციამ ივლისში მიაღწია 41 მილიარდ დოლარს და გაზპრომი, რომლის კაპიტალიზაცია იყო 600 მილიარდი, ჩამოვიდა 38 მილიარდამდე. ჩინური ტოჯინა ლაბუბუს კომპანია უფრო დიდია ვიდრე გაზპრომი, გამომდინარე იმ კატასტროფული ვარდიდან, რაც მას დაემართა სწორედ იმ ასე ვთქვათ სანქციებიდან გამომდინარე, რა სანქციების ქვეშ მოყვა რუსეთის კომპანიები. ევროპის ბაზარი დაკარგეს და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, პუტინი აგრძელებს ომს. და აგრძელებს, მაგრამ სანქციები ბუნებრივია რომ მუშაობს, რომ არა სანქციები დღეს პუტინის ასე ვთქვათ აგრესია გაცებით მეტი იქნება და რომ არა ის ამას რაღაც თვალსაზრისით ადაპტირებას მეტნაკლებად ახერხებს, იქ ჩtildeოვანი ფლოტი იქნება და ამ მიმართულებითაც სხვა შორის ტრამპის ბოლო ბრძანებები ზუსტად ამაზეა მიზნობრივად მიმართული და განსაკუთრებით ბრიტანული სანქციების და მიუახლოვდით აი ინდოეთის და ჩინეთის ფაქტორს. რა მოხდება ამ შემთხვევაში? ანუ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მიიღო ევროკავშირმა და პირველ ჯერზე ჩავარდა, ოღონ უნგრეთის მეშვებით არა. ეს ორბანი ეშმაკია ძალიან და ტრამპს უყურებს და აი ამ ჩილოვანი მე-19 სასანქციო პაკეტს, სადაც იყო დაახლოებით 70-მდე ტანკერი და სასანქცირებელი ჩილოვანი ფლოტის შემადგენელი დაბლოკა ფიცომ. ორბანს არ მოუღია მაშინ ხმა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მიიღეს და რა გადაწყვეტილება მიიღეს ეს ტანკერები, ამ ტანკერების ასე ვთქვათ კიდევ უფრო მეტად დაბლოკო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით დადიან, ეს არა რუსეთის დროშით, ლიბერია, კვიპროსი, მალტა და ასე შემდეგ. 22 ბანკი, რომელიც სექტორიდან დასანქცირდება. რუსეთში არის 300 ბანკი. აქედან დასანქცირებული 25, მაგრამ 275 მუშაობს. და გაქანებულად მუშაობენ საქართველოს მეშვეობით. საქართველოს საბანკო სისტემა გახდა და არა მარტო საბანკო სისტემა, არამედ მთლიანად საქართველოს რუსეთის გადამრჩენი და საქართველოს ეს ტრასა, სადაც 300,000 ტრაილერი მოძრაობს წელიწადში, არის სიცოცხლის გზა რუსეთისათვის თურქეთიდან და ასე შემდეგ და საქართველოსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის ეკონომიკის არ ჩამოშლაში. თუ კი ვამბობთ, რომ აი რატო არ ჩამოიშალა ბოლომდე არ ჩამოიშალა, იმიტომ რომ აი ეს პარალელური იმპორტად წოდებული ლამაზად, მაგრამ სლანაში სანქციების გვერდის ავლა უკანა შეგვიძლია შემოვიტრებოდეთ და თქვათ, რომ იმათაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შედარებით მაღალია. რა თქმა უნდა. ამას ქვია ომზე პარაზიტიზირების ეკონომიკა, მაგრამ ბატონ რომან, რომ მიუბრუნდეთ, რამდენად ეფექტური იქნება ტრამპის უკვე გაცხადებული მეორადი სატარიფო სანქციები, განსაკუთრებით ესეთი დიდი ქვეყნებისთვის, როგორც არის ინდოეთი და ჩინეთი. და მე მივედით იმ თავარ კითხვამდე, ოღონდ ეს არ იქნებოდა პასუხი, ასე ვთქვათ, სრულყოფილი, თუ არ ვიტყობდით მანამდე რა მოხდა. მანამდე ევროპაშიც დაიწყო უკვე ძალიან ძლიერი ნაბიჯების გადადგმა, ფაქტობრივად ჩრდილოეთ ნაკადი დაბლოკეს ამ მე-17 იმით, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებული ეგ სალიხაზი კიდე მუშაობს და არასდროს ევროპა არ მიიღებს რუსულ იმას გაზს და ამას უკვე ემატება აი სწორედ ეს ტრამპის გადაწყვეტილება. ტრამპი არის შეურაცხყოფილი, ტრამპი სამწუხაროდ გააბიტურა პირდაპირ უნდა თქვათ პუტინმა, დასცინა, გამოიყენა მისი სუსტი მხარეები, ემლიქვნელა, ცოლს მოკითხებს უთვლიდა აი ცოლთან მოკითხების შეთვლა ნაღადად არ უშველა, იმიტომ რომ როგორც აღმოვაჩინეთ, სწორედ მელანია აღმოჩნდა ის ადამიანი, რომლის ასრსაც როგორც ჩანს, შეუძლებელია სხვაგვარად იყოს ოჯახში ცოლის ასრს, ყველა მამაკაცი უწევს ანგარიშს და ერთ-ერთ არგუმენტად საჯარო სივრცეში ტრამპმა, როდესაც პუტინთან ურთიერთობების გაფუჭების დინამიკაზე ისაუბრა, თქვა ზუსტად ეს, რომ მშვენიერი საუბრები მქონდაო და მაქვსო პუტინთან, მაგრამ სახლში რომ მივდივარო, მელანია მეკითხებაო, რომ აი გავიგე რომ შენ კარგი საუბრები გაქვს, მაგრამ
მაგერ ეს კაცი ხოცავს ბავშვებსაც მათ შორის, ხო? მელანიამ როგორც ჩანს, რა თქმა უნდა, არა მარტო მელანიამ, თავად რესპუბლიკური პარტიის, აი ბირთმა, რომელიც ეს თქვა, ძველი რესპუბლიკელები არიან, იციან რუსეთის ბუნება, იციან პუტინის ბუნება და ამხრივ რუბიოს ნამდვილად არავისგან არ ესწავლება, ხო? მაკეინის სკოლის წარმომადგენელია, ასე ვთქვათ. მასაც მოუწია ძალიან რთული მანევრირება იმ ძალიან რთულ სიტუაციაში, რაც ამ პირველი თვეების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციაში იყო და ახლა როგორც ჩანს, უფრო თანმიმდევრული ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. მოახდენს თუ არა ნავთობზე სატარიფო პოლიტიკა სერიოზულ გავლენას და მინდა რომ ასევე ვახსენოთ საქართველოს რამდენად შეეხება ეს გადაწყვეტილება. და ჩვენ ნახეთ ტრამპი დარწმუნდა რომ 6 თვე ატყუა. მათ შორის სტამბოლში გათამაშებულია ეს შეხვედრები და მოლაპარაკებები და მიხვდა როგორც იქნა და აი ამ ძველმა რესპუბლიკელებმა სამწუხაროდ ეს მაგა რომელიც ძალიან აგრესიული და დაბალი ინტელექტუალური ნაწილია ამ რესპუბლიკელების ახალი რესპუბლიკელები ეს არც თუ ის სასიამოვნო კლასი და დიდი სიმპათიებით არ განწყობილი იმ ადამიანებისადმი რომლებმაც ნახევარი წელი დაბლოკეს უკრაინის მხარდაჭერა და ბიუჯეტი არ მიაღებინა ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციას, მაგრამ ძველმა რესპუბლიკელებმა გამოცდილმა რესპუბლიკელებმა წარმოადგენეს კანონპროექტი, სადაც 500%-იანი ბაჟი, ანუ ტარიფი დაუწესდება იმ ქვეყნებს, რომლებიც ივაჭრებენ ენერგორესურსებით რუსეთთან. ეს არის წარმოუდგენელი, რომ 500%-იანი გადასახადის, საიმპორტო გადასახადის დაწესება ჩინეთისათვის და ინდოეთისათვის ნიშნავს საერთოდ მთლიანად სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაჩერებას. ცოტა არარეალისტურად ჩვენებო რომ ეს ასე აბსოლუტურად სწორია და აი ეს არარეალისტური, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ შიშის ასე ვთქვათ განცდა შექმნა ამ ქვეყნებში და ტრამპმა რეალისტურ ნიშნულამდე ჩამოწია ასე ვთქვათ აი ეს ასე ვთქვათ სკალა ამბობს რომ 100%-იან ტარიფს დაუწესებთ რა 100 და 500 ისე რომ ვთქვათ თუ რეალიზმის კუთხით ვიტყვით მაგრამ არის რაღაც ვითარება, რომელზედაც შეიძლება მართლაც წავიდეს და აგერ ინდოეთმა, სადაც მიდის მოლაპარაკება ტარიფებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან მორჩა და რამბად კიდე კარგი რომ უკან დაიხია და ის 100 და 200%-იანი და ტარიფები, რომელიც გამოაცხადა და შემდეგ თავად ამერიკის ეკონომიკას ესე დაარტყა, რომ აღმოჩნდა რომ მთელი ეს Apple-ები და Nike-ი და ასე შემდეგ, Nike-ი ვიეტნამში კი არავს და ამ თავის იმას და სამდეში ვიეტნამს კი არ დაუწესა სანქციები, საკუთარ ამერიკულ კომპანიას დაუწესა, ვინაიდან ამერიკულ კომპანია თუ ამერიკაში შემოიტანდა 200-300%-იან ბაზას უწესებდა. ამიტომ მიხვდა, უკან დაიხია, მაგრამ მეტნაკლებად რაციონალურ ჩარჩოებში გადავიდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები უკვე დამთავრდა 25%-იან ტარიფზე შეთანხმდნენ და ინდოეთთან სწორედ 25%-იანი ტარიფი დაუწესდა მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთისთვის ეს არის ძალიან მაღალი და ამავე დროს გაგრძელება მუხარა ივაჭრებ რუსეთთან ამ შემთხვევაში უკვე დაგიწესდება 100%-იანი ტარიფი. გამოსჯონა ინფორმაციამ, რომ ინდოეთის სახელმწიფო კომპანიებმა შეწყვიტეს რუსეთისგან იმპორტი, თუმცა ასევე სხვა ინფორმაციით უკვე არავჩვენო რუსეთთან სწრაფად არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტია, რომ კონტრაქტს აფორმებენ. რუსეთთან რომ შეინარჩუნონ ნავთობის შესყიდვის კონტრაქტები რუსეთისთვის გაცილებით წამგემიანი პირობებით იქნება, ანუ შემოსავლებში რუსეთს ყველა ვარიანტში დააკლდება იმ პირობებშიც კი თუ კი ინდოეთი რაღაცა დოზით შეინარჩუნებს. და ინდოეთი იმდენად ხისტია როგორც იტყვიან, ქერის ორმოში ჩავარდა, იმიტომ რომ დაწესდა ზედაზღვარი და ინდოეთს არა აქვს უფლება რომ კარგი, ნახოთ ეს ბატონო, მაგრამ ჩვენთან დავამთავრებთ ამ ევროპასთან დაკავშირებით ერთი რამე რომ გავიხსენოთ. მინდა რომ ქართულს დაკავშირებით ეს მოგესწრება. 50%-ამდე დავიდა ზედაზღვარი, ამიტომ ინდოეთმა თუ ნებისმიერ ქვეყანამ ვინც უნდა იყიდოს რუსული ნავთობი $47-ზე მეც ვერ გადაიხდეს და ეს იყო სწორედ მე-18 პაკეტი. ასე რომ ინდოეთი დიდი ალბათობით რუსეთთან შეწყვეტს აი ამ ტარიფის დაწესების მუხარეთ დიდწილად ურთიერთობას პარალელურად უკვე 8 მილიარდ ბარელზე უკვე გააფორმა ამერიკასთან ნავთობის შესყიდვის ხელშეკრულება ასე რომ და პლუს აქეთ ჩინეთი ამ პროცესს წაკვდება. რა თქმა უნდა რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს საქართველოს შემოაქმნა ნავთობი რუსეთიდან და ბუნებრივია რომ მეორადი სანქციები საქართველოს გავრცელდება.
რა ტიპის რა უნდა ქნას საქართველოს აღარ უნდა შემოიტანოს რუსული ნავთობი? ჩვენ არ ვიცით ამერიკული სანქციების ქვეშ არ მოეწეს. ჩვენ არ ვიცით რა ტიპის აკრძალვა იქნება. ეს ეხება ტანკერებს. მილსადენით ნავთობის შეტანა აკრძალულია რუსეთიდან დროებით იყო გამონაკლისი უნგრეთისათვის, სლოვაკეთისათვის მილსადენით დიდი ხანია. ახლა ქართული კომპანიები ძირითადად ტანკერები შემოაქვთ, შემდეგ ტანკერებს შეეხება თუ ეს ასე ვთქვათ საავტომობილო გადაზიდვებს. ამიტომ დეტალები ჯერ არავინ არ იცის. ტანკერით ვერ შემოიტანს. ეს ფაქტია, ორსისკიდან და სხვით ვერ შემოიტანს. ასე რომ ბუნებრივია გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, ეს პროცესები საქართველოს. ეს ნიშნავს, რომ ნავთობის ფასიც მოახდენს საქართველოში გავლენას, ხო? სასალო ну მაშინ ამიტომ არ უნდა მიება რუსეთს, ამიტომ ჯობია ეხლა დაიჭიროს დადარგი, აგერ ყაზახეთთან დაიწყოს ლაპარაკი, აზერბაიჯანთან და ასე შემდეგ, რუმინეთთან მივებით ყველაფერი რუსეთს, ნავთობი, ხორბალი, ელექტროენერგია ფაქტობრივად ამიტომ ღვინო აგერ 60% ალკოჰოლური სასმელი, რუსული ბაზარის რომ საფრთხის შემცველია. ეს ეხლაც ამ გადაწყვეტილების შედეგადაც გამოჩნდება ეგ პერსპექტივა, მაგრამ ნახოთ მაგითკენ მიდის საქმე და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ქართობანკთან დაკავშირებით. აი ერთი შეხედვით ძალიან უცნაურია, ყველა მიცის რომ ქართობანკი თუ რამეა საქართველოში რაიმე ტიპის ბიზნეს აქტივი ივანიშვილის ამ წლების და მანამდე განმავლობაში ეს იყო სწორედ ქართუს გარშემო და ქართუზე შენდებოდა მეტიც. ქართობანკი გახდა ასე თქვათ პლატფორმა, რომელზეც მისი პოლიტიკური შენობა დაშენდა. ასე რომ ხა ქართო ჩემი არაო ივანიშვილი რო იძახის, ამას სასაცილო ანეკდოტი დიდი ხანია მე არ გამიგია, მაგრამ ამას რა თქმა უნდა იმისთვის არ აკეთებს ივანიშვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ეს წარმოდგენა, რომ ქართო მისი არ არის. სასამართლოში წავიდა საქმე. ანუ მას ჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება რაღაცისთვის, რომ ეს ქართო ფორმალურად მისი არ არის. რისთვის? რა ხდება? სანქციებისგან როგორმე გაქცევისათვის. ვინაიდან მაშინ გაჩნდა ჩანაწერი SWIFT-ის ხსენება. თანაც ივანიშვილის ევროპარლამენტის რეზოლუცია. კი, ევროპარლამენტში ივანიშვილთან დაკავშირებით და თანაც იყო საუბარი, რომ კი არ არის საუბარი საქართველოს საბანკო სისტემა. არამედ აქ საუბარი იყო SWIFT-დან ბანკების გაქიშვა, ცალკეული ბანკების და ერთი აბზაცი იყო და სექტორალური სანქციები. ანუ სექტორალური სანქციები შეიძლება იყოს დავუშვათ ქართულს დასანქცირება, ან მაგალითად მთელი ცემენტის ინდუსტრიის დასანქცირება, რომელიც ერთადერთ კომპანიას ეკუთვნის, რუხაძისა და ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიას აიდელბერგი გააგდეს და მთელი ცემენტი ამ ორ ადამიანს ეკუთვნის. ანუ ისეთ სექტორებში დარტყმა, რომელიც ივანიშვილის ოჯახს, მას და მისი პარტნიორების ბიზნესს ეხება. და აი ამის ხსენებამ ფაქტობრივად გამოიწვია, რომ დაიწყო ფორსირებულად სპეცოპერაცია, რომელსაც შეიძლება უწოდოთ გადამალვა. ქართუს ირგვლივ არსებული, ასე ვთქვათ, წილების გადამალვა. რა იყო დღემდე, სანამ ჩვენ ამას გავიგებდით, რომ უკვე მისი შვილი არ არის ქართუს აქციონერი. არსებობს და ქართუ ჯგუფი. რაღაც ასეთი ქართუ ჯგუფი. იერარქია სამნაირადო წარმოდიოდა ქართუ ჯგუფი. ქართუ ჯგუფის 100%-იანი მეწილე იყო ივანიშვილის ერთადერთი შვილი, ერთი შვილი უტა ივანიშვილი. ყველაფერს ატომას ამ შვილზე აფორმებდა. ქართუ ჯგუფი არის დაფუძნებული ქართუ ფონდის. ქართუ ფონდის 100%-იანი მფლობელი იყო ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი. ქართუ ფონდი იყო ივანიშვილის გამოქცეული და ახარსებული ბიზნესების თავშესაფარი. არაკომერციული, ფაქტობრივად არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით ეს ფონდი გაექცა გადასახადებს, მოუყარა ივანიშვილის ყველა აქტივებს თავი, მათ შორის ქართულ ბანკს და ქართულ ფონდი 100%-იანი წილის მფლობელი იყო ქართულ ბანკში. ანუ ჩვენ მივედით ქართულ ბანკამდე. ეხლა რა მოხდა? მოხდა ის, რომ ქართულ ფონდის მესაკუთრე დღეს 35%-ით არის უტა ივანიშვილი, 65% არ ვიცით ვინ არის. 65% არის მისი ოჯახის სხვა წევრები და ბიძაშვილი მამიდაშვილები. ანუ თავის წელი შეამცირა იმ დონეზე, რომ სანქციებს ანუ არსად ბიძინა ივანიშვილი არ აჩანს ამ სტრუქტურაში. საიდან ვიცით მაშინ ჩვენ რომ ქართულ ფონდის 35% უტა ივანიშვილს ეკუთვნის, მაშინ რატო არ იცით ვის ეკუთვნის 65%? საქართველოს კანონმდებლობით, ვინაიდან ქართულ უკვე ირიბი მფლობელია ქართულ ბანკის, ვალდებულია
ასე ვთქვათ, მეწილე, ბანკის მეწილე გაამჟღავნოს საკუთარი პერსონალური ინფორმაცია თუ ის ფლობს 5%-ზე მეტს. აიღო ივანიშვილმა და 65% დაახუცმაცა თითოეულს 4.19 დაუწერა, ალბათ 4.19% ეს არის 14 კაცი. ჩვენ ვიცით რომ ერთი შვილი კიდე ოჯახის შვილი და კიდე ვიღაც ნათესაობა 14 კაცი, სულ დაახლოებით 15 კაცი არის მთელი მისი აი ამ ინდუსტრიის ასე ფინანსური ამ პირამიდის ფლობელი, სადაც ის არაჩანს და წავიდა და ტელევიზორს ახლა უჩივლა რომ რატო ამბობთ ივანიშვილის ბანკიო. მაგრამ ერთი მაინც უნდა იცოდეთ ისეთი ბრიყვი ხო არ არის რომ ამას რომ აკეთებს და მაინც დაასანქცირებენ. ასე ჯერდი მარტივად არ არის საქმე. მოდით ასე შევხედოთ ძალიან იმით საღად ამ პროცესს. ბორჯომის მაგალითი ავიღოთ. ბორჯომის 51% ეკუთვნოდა რუსულ კომპანიას, ჩვენ ვიცით რომ ბორჯომი რუსული კომპანია, ეკუთვნოდა ფრიდმანის კომპანიას, ბორჯომი ორი თვე გაჩერდა. გაჩერდა, კი. რამდენიმე პროცენტი გაჩერდა. გამოსავალი ის იყო რომ 2% აჩუქა საქართველოს მთავრობას ბორჯომში დღეს დასანქცირებული რუსული კომპანიის წილი არის 59% და ბორჯომი მუშაობს. ივანიშვილის ვერც ერთ კომპანიას ვერ დაასანქცირებს, ვინაიდან არსად მას არ აქვს ასე ვთქვათ 59% წილი. მაშინ რა არის გამოსავალი? გამოსავალი მაშინ არის სხვანაირი ფორმულირებით უნდა მოხდეს, მაგალითად პირდაპირ დასანქცირდეს ქართულ ბანკი, პირდაპირ იურიდიული პირი. ანუ და ყველაზე მარტივად ეს შეიძლება ბრიტანეთის მთავრობას, ვინაიდან მისი ოფშორებში გადაფორმებული ეს მარშრუტის 65% ნათესაობის მიერ დაფუძნებული კომპანიები სეიშელის კუნძულებზე არიან დარეგისტრირებული. ასე რომ ივანიშვილმა გაართულა სამწუხაროდ მისი ბიზნეს ქონების ბიზნეს ნაწილის დასანქცირება, თუმცა სურვილის შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოსავალი მოიძებნება. ამიტომ არის ალბათ რომ ბრიტანეთთან მიმართებაში ესეთი აგრესიული და შიშები უფრო მეტად აკიკინალაში. მადლობა, მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან ესეთი აქტიური თანამშრომლობისთვის.